გაკვდება ხელში ადამიანი და კლინიკა არ არსებობს, ვინც ამაში დაგეხმარება. ძალიან კარგი ბიზნესი აქვს ეს კატასტროფის მანქანები და სასწრაფო დახმარებები ფასიანი. ერთი პროცედურა ღირს 80 ლარი. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება მესმის, მედიცინასთან ახლოს ვარ და ასხავენ რინგერს და ფიზიოლოგიურს ერთად. ერთი რინგერის გადასხმა ღირს 80 ლარი და თუ ფიზიოლოგიურს დავუმატე კიდე 80 ლარს ვიხდი. თუ არა და არ მისხავენ. მარტო რინგერით გადიან სახლიდან. ერთი გადასხმა, ნახევარ ლიტრიანი რინგერი და ფიზიოლოგიური მიჯდება 160 ლარი. უბრალოდ ეს ისეთი არარეალური ფასებია, რომ მე რო არ მეთხოვა ფული და ხალხი რო არ დამხმარებიყო, ჩემ ქმარს აქამდე 40 გადაუხდით. ოღონდ მართლა, იმიტომ რომ ფული არ მქონდა. მართლა არ მქონდა ამდენი ფული. რაც შეგროვდა, მთლიანად წაიღო კატასტროფის მანქანებმა, გადასხმებმა, სანაციის აპარატმა, საწოლმა, უბრალოდ იმიტომ რომ კლინიკაში ვერ გადავიყვანი, არ გვიღებდა არავინ. ის კი არა რომ რატო ვარ სახლში, წავსულიყავი კლინიკაში და ყველაფერი ეს მექნებოდა. არც ერთი კლინიკა არ გვიღებს. მიმიყვანეთ კლინიკაში და უარი ვთქვი დატოვაზე, პირიქით. ცოტა რომ შვიდად ვიღაცამ მომისმინოს და რეალურად გაითავისოს, რას ვიძახი, შეიძლება ბევრმა ვერ გაუძლოს ამდენ ნერვიულობას.